ბატონო დავით გამიხსენი ეს მარილი. აი. მარილს მოვაყრი. ძალიან ბევრიც არ უნდა რომ იქ მლაშე და რამე არ გამოვიდეს რა. როგორ მლაშე? თევზი გავრეცხით. რომ ვისაც მლაშე უყურს ბატონო დავით, ხო? მან თავის გემოვნებაზე დააყაროთ მარილი. იმიტომ რომ თუ მლაში არ არის ეშველება მარილი დაეყრება, მაგრამ აი თუ მლაშია იმას უკვე აღარაფერი აღარ ეშველება. აი. ეხლა ჩვენ დავიწყოთ ჩვენი მთავარი ჯადოს გაკეთება. მომეცი ახლა. ჩვენი გამოვიდა ხეს. ელა. ეხლა ნახეთ ეს რა მაგარი რა. ოთხოპლანეტელების ხმალთი ორი. და ესეც ავხატოთ. ეხლა ნახე შე რა მოხდეს. სადა? ო რა, ეს გამიწი? რა. აი ეს. ეს უნდა დააფარო? ამას ეხლა მე დავაფარებ. ჩვენ ეს ცეცხლის საიდან წამოვიდა. ეს იცი რა თუ ასახდელი, აქედან თუ რამია. დავამატებთ ისევ შეშას, აი ფი რაღაცის ჩაგდება თუ გინდა ჩააგდება. ხო? მე რა უშნო ჩავალ. ზემოდან დავაფართ. ეხლა აქ წამოვიდა მთელი სიმხურვალე რა. გაიგე ბატონო. და ბოლი ჩამოდის და ბოლი აზნაც. არა, ბოლი ხო, ეხლა როგორ გინდა და ეხლა დაგინათებ. ხო, აი გაიჩართი ხო. და ცოტა ზემოთ ააწევინეთ. ახლო მოწიე, კაი, გეყოფა. ეხლა აქ დავალაგოთ ჩვენი თევზი. აი ესე. ამეთი არც დაეტეოდა, ხედავ შენ. აი ესე. ერთი ცალი უნდა დაეტიო? არა, მე იმას ისე ვიზამ რომ დავტყე. ჯადოქარი ხარ შენ. არა, კაცო მიიწევა საწავა რომ აი ესე. დაველოდოთ. ეხლა დარჩენი თევზი აქ დავდოთ. თუ რამე აღლიში გორდება, მას ავხდით ბატონო დავით და დავაფარებთ. ანუ პატარა ისინი რა იქნა ტოტები, აგერა გვაქვს დაგროვილი. გირჩებით შეგიძლიათ ჩაყაროთ. ანუ ეს ისეთი რაღაცა მოწყობილობა რომ ტყეში თუ ხართ ხო ცეცხლის დანთება, ენთოს ეგ რა გინდა. არის